ახლა კი აჭარა, სადაც სტიქია მძვინვარებს მაღალმთიანეთში 10,000-ზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მიზეზი დიდთოვლობაა. უკეთესი მდგომარეობა არის ბარშია. ბათუმში სანაპირო ზოლზე ისევ შტორმია. ანალოგიური ვითარებაა ფოცი, სადაც ძლიერი ტალღების გამო ნავსადგურმა გემების მიღება დროებით შეაჩერა. ლევან ჩუგოშვილია აჭარაში. წვიმა, თოვლის, შტორმი და დაბალი ტემპერატურა. აჭარა ისევ სტიქიური უბედურების ზონაა. განსაკუთრებული პრობლემები უამინდობამ გუშინ საავტომობილო გზებთან დაკავშირებით შექმნა. ახლა ჩემს შეკითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე და ბოლო ინფორმაცია სწორედ მისგან მივიღეთ. ბატონო ვაჟა, რა მდგომარეობაა გზებზე ამ დროისათვის? მოგესალმებით პირველ რიგში, როგორც უკვე აღნიშნეთ, მთელი საქართველოს მასშტაბით საკმაოდ რადიკალურად შეიცვალა ამინდი, პრაქტიკულად მთელ საქართველოში წვიმს, მაღალმთიანში თოვლი მოვიდა. გუშინ უკვე როგორც იცით, მოხდა სტიქიური მოვლენა, მეწყერი ჩამოვიდა ჩაქვის გვირაბის მიმდებარედ, პრაქტიკულად რამოდენიმე საათი, დაახლოებით 4-5 საათი გზა მთლიანად შეწყვეტილი იყო ამ მიმართულებით მოძრაობა, თუმცა შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტი მაინც მოძრაობდა. ამ დროისთვის რა მდგომარეობაა? ამ დროისათვის აქ გზა სრულად აღწმენდილი, არანაირი შეზღუდვა შეფერხება არ არის, ტრანსპორტი ორხევად მოძრაობს. რა შეეხება რიკოტზე არსებულ მდგომარეობას? რიკოტზე უკვე საკმაოდ თოვლი მოვიდა, სადღაც 30 სანტიმეტრამდე თოვლი არის, შეზღუდვა გვაქვს მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტომანქანებისათვის, თუმცა სხვა კატეგორიის მანქანებისათვის მოძრაობა თავისუფალია. ადგილზე არის უკვე მისული შესაბამისი ტექნიკა და უახლოეს პერიოდში ჩვენ გავხსნით ამ შეზღუდვას მოვხსნით ამ მიმართულებით. დიდი მადლობა. ჩემს შეკითხვებს პირდაპირ ეთერში საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩუგლიძე პასუხობდა. მდგომარეობა აჭარაში ამ დრომდე საკმაოდ მძიმეა, განსაკუთრებით ვითარება გართულდა მაღალმთიანეთში, სადაც ამ დროისათვის უკვე თოვლის საფარმა 70 სანტიმეტრს გადააჭარბა, 10,000-მდე ადამიანი კი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშე რჩება. დღის ბოლომდე მაღალი ზაბრის 35 კაბელების და ბოძების აღდგენა მიმდინარეობს და დღის ბოლომდე დასრულდება ეს პროცესი. გამოფხულია ჩათვლისა და ჩაისვლის სათავე ნაგებობები, მინდა გითხრათ და ძველი ქსელის აბონენტებს არ მიეწოდება წყალი. მდგომარეობა აჭარაში ამ დრომდე საკმაოდ მძიმეა, აქ უკვე მეორე დღეა იმყოფებიან გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგები, ისინი სწავლობენ ვითარებას და მეწყერის გამომწვევ მიზეზებს, სწორედ მათი დასკვნა უნდა გახდეს ერთგვარი საფუძველი იმისათვის, რომ მომდევნო პერიოდში უკვე დამატებითი მეწყერების განვითარება მიმდებარე ტერიტორიაზე აღარ განმეორდეს და მსგავსი მეწყერული პროცესების პრევენცია მოხდეს. გარემოცემული სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე მუშაობენ, უშინათად დღევანდელ დღესაც ადგილზე არიან. შემუშავებული იქნება დამცავი რეკომენდაციები შესაბამის პროვინციების გასხარებლად. ამ დროისათვის ბათუმის სანაპირო ზოლზე სამბალიანი შტორმი ფიქსირდება, მდგომარეობა ბევრად გართულდა ფოთში, სადაც ამ დროისათვის 6 ბალიანი შტორმია, შესაბამისად ფოთის პორტი გემებს აღარ იღებს. ასეთია მდგომარეობა ამ დროისათვის აჭარაში სტიქიური უბედურების ზონაში. ჩვენ მომდევნო გამოშვებებში უკვე დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით.